მოგესალმებით ყველას, ეთერშია ინფორმატორი ლაილა ისთან ერთად. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა პანსიონ მთიებში, სადაც ბავშვების თხოვნით იმყოფება ქართველი რეპერი ლექსენი. სხვათაშორის მინდა აღნიშნო, რომ ლექსო არ იყო აი ჩვეულებრივი ცერკი ბავშვი. მე ამას ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ ბატონაც აი აკარაც კი დიდი იყო, ასეთი შთამაშვილება ხდება ყოველთვის. თქვენი გამოსახულებაა, რომ მე ესე მაზნას იმერაც ახალ გავაკეთე, კიდე უფრო კარგი გავაკეთე. პირდებით რომ უფრო და უფრო კარგს გავაკეთე და აგახარეთ რაც შეიძლება. ეს ერთად რო ვიქნებით, ხო უფრო მნიშვნელოვანი და კარგი იქნება. ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ რაც ჩაფიქრებული გაქვს ის აქ ხდომოდეს. დიდი სიყვარულით ნათია თანისაგან. როდის აღმოაჩინე რეპერობის ტალანტი შენში? მაგარი კითხვა. აი მე რომ ვიყავი შენხელა ფაქტიურად და მუსიკის მოსმენა როდესაც დავიწყე, ხო? ახლა მუსიკას ყვებოდი ხოლმე. ფაქტიურად შენხელა ვიყავი, იმიტომ რომ ეს და ყვირილი ემოციით რაღაც სიტყვები გამოვხატავდი ამ ყველაფერს. ეხლა მაშინ რეპის ტალანტს ვერ დავარქმევ, რომ უშუალოდ რეპის ტალანტი იყო, მაგრამ რაღაცა გამოხატულებები იყო იმ დროს. ანუ ესე იგი რაღაცას ხელს ვიქნევდი და ყვიროდი და იმ ჩაუწევდი მუსიკას და იმ სიტყვას ვიძახოდი ქართულად და ყვებოდი და თუ აქედან წამოვიდა ყველაფერი და მე შეიკრა ერთი. ბავშვობიდან გინდოდა ის გამხდარიყავი რეპერი თუ უფრო სხვა მიზნები ჰქონდა ბავშვობაში? შენ მოგწონს ხო რეპი? ასეთი იმიჯით ხარ. არა, ბავშვობაში არ მქონდა ამის სურვილი რომ რეპერი გამხდარიყავ, მინდოდა რომ მემღერა სიმღერა უფრო სერიოზული სახით და აღმოჩნდა რომ მე რომ ვიმღერე უკასეთ დიდასაკში, მომეწერა ეს სიახლე და გავხდი რეპერი. მაშინ ვერ საზღვრავდი იმის რომ აი რეპერი გავხდი, რომ მომწონდა და ასე თქვა რაღაც ინსტინქტურად ვივდევდი აი ამ სტილს. წინასწარ განსაზღვრული არ მქონდა რომ გავხდებოდი რეპერი. დავწერე პატარა ასე თქვა ერთკუპლეტიანი ლექსი. ხელები მაღლა არ იყოს გამლა უსმინე ლექსს და იყავი მაგრამ და შეკითხვა რატომ დაიწყო? რატომ დაიწყო მაინც ლექსი? საინტერესო. ლექსო რომ ქვია ეს უკვე ხომ. ანუ ლექს, საერთოდ ლექსო, ეს პირველ საწყისში და ნუმერი აქ არის რამოდენიმე მომენტი, ასე ვთქვათ, აი ლექსოს ლექსის სცენი, ასე ვთქვათ, ჩემი შემოქმედებითი, ასე დაავადების სახე მივეცი რა და მე იქ ზოდიაქოთით ასე ვთქვათ, კიბო ვარ. ხოდა ეს ყველაფერი გავაერთიანე ლექსში და ეს ამიტომაც მოხდა ლექსები. მე ლექსო ძალიან მიყვარს, უსურვებ უამრავ წარმატებებს და მინდა რომ უფრო პოპულარული გახდეს. ჩიგარი ბიჭია მაგარი. წარმატებებს უსურვებ მთელი ცხოვრების მანძილზე. უსურვებ ისწავლოს ბრეიკდანსი და გამოიყენოს იგი კლიპებში. ლექსოს უსურვებ ემინემთან ერთად სიმღერის ჩაწერას. მე მინდა ლექსოს უსურვო რომ ცაზე გაწყინებულ ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი თვითონ იყოს. ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ. მეც გამიკვირდა რომ ეს რეპი და ჩემს სიმღერებს მღეროდნენ ესე და ეს უზეპირად იციან და ალბათ მუსიკა მოწონთ, ალბათ სიმღერები მოწონთ, ტექსტები მოწონთ და აქედან გამომდინარე, ხა არ მინდა რომ ისე გამომივიდეს, მაგრამ ალბათ მოწონთ და იმიტომ რომ აშკარად ხედავდი ამ ყველაფერს და გაუცებული ვარ. და რომ შეხედათ ამ სურველი, გაგახსენდებათ რომ ჩვენთან ბრძანდებოდით და ეს არ გინდა იყავი. მას შემდეგ რაც ბორჯომში ჯგუფ ქუჩის ბიჭების სახელობის ბავშვთა სახლი გაიხსნა, ქუჩის ბიჭებმა მომავალი თაობისთვის კიდევ ერთი ახალი იდეის განხორციელებას ჩაუყარეს საფუძველი.
იდეა ასეთია: შეიქმნება სტუდია, სადაც გარდა იმისა, რომ ჩაიწერება სიმღერები, მოხდება ბავშვების მიღება და მათი პროფესიონალ მომღერლებად ჩამოყალიბება. ჩვენ დიდი ხნის წინ გქონდა ესეთი იდეა, რომ გვინდოდა გაგვეხსნა ჩვენი ხმის ჩამწერი სტუდია. ჩვენ შევიძინეთ აპარატურა ნაწილობრივ, ამჟამად გვაქვს ნაწილი აპარატურისა, რომელიც იქნება ჩვენ სტუდიაში განლაგებული, ოღონდ უბრალოდ არის სხვადასხვა საკითხები, სხვადასხვა, ვთქვათ, რომელსაც შეიძლება ამის გაკეთება. ამ სტუდიაში იქნება გაწევრიანებული კი არა და ვთქვათ, გაერთიანებული ჩაწერს ყველა ეს ადამიანი, ვისაც სურვილი გაუჩნდება, ვთქვათ, იქნება კომერციული ჩაწერებიც და ასევე ჩვენ გვაქვს იდეა, რომ ამ სტუდიაში მოქმედოს ესეთნაირმა პრინციპმა, რომ ჩვენ რამოდენიმე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები ავიყვანოთ და მათ ვასწავლოთ სწორი სიმღერა, ჩავაწერინოთ რამოდენიმე სიმღერა და თქვათ მივცეთ მიმართულება. შემდეგ აი ესეთნაირად მოხდეს ეს თქვათ მათი ჩამოყალიბება. შერჩევა მოხდება ძალიან მარტივად თქვენი ეთერის საშუალებით ან სხვა ტელეკომპანიების საშუალებით ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს, სადაც ძალიან მინიმუმამდე იქნება ეს ბავშვების რაოდენობა დაყვანილი და იმ ბავშვებიდან ჩვენ მივცემთ მიმართულებას რამოდენიმეს, ვინც გაიმარჯვებს ამ შესარჩევ კონკურსში. ჩვენ ვიქნებით უშუალოდ დაკავებული ამ ბავშვებით და მოვიწევთ აუცილებლად პედაგოგებს, ჯერჯერობით ეს არ არის გადაწყვეტილი, ვინ იქნება. შეიძლება იდეის დონეზე გვაქვს ჩვენ არც გვილაპარაკია ქალბატონ ინგასთან ასათიანთან. ვაპირებთ რომ მოვიწვიოთ ქალბატონ ინგა ასათიანი და რა ვიცი, ასევე ქორეოგრაფები გვეყოლება, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომელიც ძალიან კარგად ცეკვავს და დროებით არ მუშაობენ. ჩვენ მოვიწვევთ ამ ხალხს და მათთან სისტემატური ხასიათიც იქნება ეს რეპეტიციები. ინფორმატორი. კარგად. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.